დადგა დრო დააგემოვნოს სამზარეულოს ახალი ტექნიკა. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში შეიძინე გორენიეს ჩასაშენებელი ნაკრები და მიიღეს საჩუქრად 1000 ლარამდე ფასდაკლება. მანეულში რუსთაველის 92 ნომერში გაიხსნა რუსული ლოტო. აქ გელით უფასო ჩაი და ყავა, ჯეკპოტი ყოველ დღე, საპრიზო თამაშები და სასიამოვნო გარემო. გიწვეთ ყოველ დღე და გისურვებთ მოგებას. რუსული ლოტო. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. შეიძინე მარტივად 10 წლიანი სესხი ხელფასის ცნობის გარეშე. დაგვიკავშირდით 277 88 88. საკუთარი ავტომობილის დახმარებით ისარგებლეთ საუკეთესო შემოთავაზებით Liberty ბანკის ავტოლომბარდში. 1 თვიდან 5 წლამდე ვადით. მიიღეთ 40,000 ლარამდე სესხი. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სწრაფად და მარტივად. Liberty ბანკი, ყველგან და ყველასთვის. ჰუალინგი, ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი საქართველოში. თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნება დეკემბერში. 120,000 კვადრატი ფართობი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ლიფტები, ესკალატორები, საბეჟო ტერმინალი, სასაწყობე მეურნეობა და პარკინგი 5,000 მანქანაზე. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკური ნაწარმი, საყოფაცხოვრებო და ელექტროსაქონელი, ავეჯი, განათება, სამშენებლო მასალები, ავტომანქანის ნაწილები, სათამაშოები, გართობა და დასვენება, კვების ობიექტები. იჯარის თანხა 5.5 აშშ დოლარიდან, ფართები 20 კვადრატული მეტრიდან, რომელშიც შედის ცენტრალური გათბობა და კონდიცირება. დაცვისა და დასუფთავების მომსახურება. თავისუფლების მოედნიდან 9 კილომეტრი. დაგვიკავშირდით 2580580. BTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ BTB ბანკის სესხით 5 წლამდე ვადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი, დიდი უპირატესობა. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა, მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის ჩასაშენებელი ნაკრები საუკეთესო ფასად. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლისღრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. Hualin, Tbilisi'den İzmir'in şehri, Aslandel'deydi. 10 illik kreditli emek hakkı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდის 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ ვესპო გთავაზობთ. ვესპო, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა, მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის გასკურები 850 ლარიდან და მიიღე საჩუქრად ბლენდერი, ყავის საფქვავი ან ხორცის მანქანა. Hualing, Tbilisi'den İzmir'in şehri. Yeni, optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 2 77 88 88. Marneol'da Rustaveli 92'de Rus lotosu açıldı. Burada pulsuz çay, qəhvə, hər gün jackpot, hədiyyəli oyunlar və məmnun mühit sizi gözləyir. Hər gün buyura bilərsiniz. Qalib olmağı arzulayırıq. Rus lotosu. სოფელ ბაიდარის მკვიდრი სევგინას დამირჩიევა სასმელ წყალს ამონკანიდან ეზიდება, ისიც თუ მოდის იმ შემთხვევაში. ხო ხედავ სასმელი წყალი არ მოდის, ძირითადად ხრამიდან გვიწევს ზურგით სიდვა, ძალიან წვალობთ, თუ ეს პრობლემა მოგვარდება, გაგვიხარდება.
სოფელ ბაიდარში სასმელი წყლის პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. მოსახლეობა სასმელი წყლის აღება ქუჩაში ონკანიდან უწევს. ასეთი ონკანი სოფელში სულ 6-ია. ერთი ონკანით დაახლოებით 15 ოჯახი სარგებლობს. სასმელი წყალი ონკანში დღეში ერთხელ 1 საათით მოდის, რაც მოსახლეობის განცხადებით მათთვის საკმარისი არ არის. წყლის ზიდვა მათ ზურგით მდინარე ხრამიდან უწევთ, რაც სოფლიდან თითქმის 1 კილომეტრშია. ჩვენი უმთავრესი პრობლემა სასმელი წყალია. ამ ონკანიდან ვიღებთ წყალს. თუ აქ არ მოდის, მაშინ მდინარე ხრამიდან ვეზიდებით. სოფელში ასეთი ონკანი სულ 6-ია. ამ ონკანში წყალი ყოველდღე 1 საათით მოდის. ზაფხულში კი საერთოდ არ მოდის. თუ ამ პრობლემას მოგვიგარებენ, ძალიან კარგი იქნება. უკვე ერთი თვეა, რაც მდინარე ხრამის ნაპირზე ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც სოფლის განვითარების პროგრამით 24,000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს მშენებელი 21 ასრულებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და სასმელი წყლის მილი სოფელში არსებულ ცენტრალურ მილს მიუერთდება, რის შემდეგაც სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება, განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპეციალისტმა ომარ ირიშოვმა. ერთი თვეა მიმდინარეობს სამუშაოები ჭაბურღილზე, რამდენიმე დღეში დასრულდება და სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. სამუშაოებისთვის სოფლის განვითარების პროგრამით 24,000 ლარი დაიხარჯება. მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთელ ლაფერაძის განცხადებით, საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები ერთგვარ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ მრავალი ინფექციური დაავადებების, რის გამოც მთავრობის დადგენილებით სილამაზის სალონები და საპარიკმახეროები ექვემდებარება რეგულაციებს, მონიტორინგს, რაც დაექვემდებარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ყველა საპარიკმახერო და სილამაზის სალონი უნდა დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში შესაბამისი კოდებით, თუ რა საქმიანობას ეწევა თითოეული საპარიკმახერო და სილამაზის სალონი. ჩვენ წერილობით ყველას მივმართეთ, მოვაწერინეთ ხელის მოწერით ჩავაბარეთ ეს ჩვენი წერილი და თხოვნა, რომ გატარებულიყვნენ საჯარო რეესტრში. შემდეგი მეორე ეტაპი იქნება რომ მთავრობის მიერ დადგენილი რეგლამენტი 185 ნომერი 2015 წლის 24 აპრილს არის მიღებული. ეს არის უკვე მათი სამუშაო გეგმა, თუ როგორ უნდა განახორციელონ, რა პირობებში უნდა მოახდინონ, როგორი უნდა იყოს ობიექტი, როგორ უნდა განახორციელონ დეზინფექცია, როგორი უნდა კონდეს აი ეს ინსტრუმენტების სტერილიზაცია, როგორ უნდა მოახდინონ და როგორ უნდა მოახდინონ თითოეული მოქალაქის აღრიცხვა, დაფიქსირება, იმიტომ რომ არ იყოს საშიში ადამიანებისთვის იქ მისვლა და რაიმე ინფექციის, სხვადასხვა ინფექციების გავრცელება. მიეცემათ გონივრული ვადა 1 თვის ვადა და შემდეგ უკვე მოხდება მონიტორინგი. მონიტორინგი დაგვევალა ჩვენ. მონიტორინგს განვახორციელებთ, მაგრამ შემდგომი საქციები გაატარებს ის უფლებამოსილი სამსახური, რომელიც აქვს ამ საქციებით დაჯარიმების, ობიექტის დახურვის და შემდგომ შეჩერების უფლებები. მარნეულში და ყიზილაჯლოში სულ 67 სილამაზის სალონი და საპარიკმახეროა. ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე მათგანი გადაგვეღო და გვენახა რამდენად არის დაცული ის ნორმები, რაც რეგულაციებით არის გათვალისწინებული. რამდენიმე სილამაზის სალონის და საპარიკმახეროს გადაღება ვცადეთ, რაზეც მეპატრონებმა უარი განგვიცხადეს. მარნეულში არსებული ესთეტიკური ცენტრის მაიმედიკის ხელმძღვანელობა დაგვთანხმდა გვენახა მათი მუშაობა და ის თუ რამდენად არის მათ ცენტრში მომხმარებლის უსაფრთხოება დაცული. მედიკის კოსმეტოლოგმა ბელა მარღიამ ის პროცედურები გაგვაცნო, რასაც ინსტრუმენტი ხმარების შემდეგ გადის. ინსტრუმენტი, რომელიც რკინის მეტალისგანაა დამზადებული, ჯერ სპეციალური ხსნარით მუშავდება. შემდეგ იდება სტერილიზატორში, სადაც 40 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე სტერილდება. სტერილიზატორში მხოლოდ რკინის ინსტრუმენტები იდება, ხოლო სხვა დანარჩენი სავარცხლები და ჩოთქები ხსნარში გავლების შემდეგ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ იგივე პროცედურას გადის. ესთეტიკის ცენტრში მაიმედიკში ყველა მომხმარებელი ჩვენი პაციენტი აბსოლუტურად დაცული არის ყველანაირი დაავადებისგან, რადგან ჩვენთან არის უმაღლესი ხარისხის სტერილიზაცია. მაიმედიკის ადმინისტრატორის ნინო ხუბულავას თქმით, ესთეტიკის ცენტრში ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოქალაქემ ყველა პროცედურა უსაფრთხოდ ჩაიტაროს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მივიღეთ რეგლამენტი, რის საფუძველზეც გავაკეთეთ განაცხადი საჯარო რეესტრში და ავიღეთ ახალი ამონაწერი. ესთეტიკის ცენტრი
ცენტრი MyMedic აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც მითითებული არის ამ რეგლამენტში. ჩვენთან ჩატარებული ყველა პროცედურა არის უსაფრთხო. Baydar kəndinin sakini Sevginaz Dəmirçiyeva içməli suyu yalnız su gələn zaman bu krantdan istifadə edə bilər. Vəziyyətimiz budur, bax, randımız gəlmir illər boyu. Heç gəlmirmi? Yox, heç gəlmir. Hardan götürürsün suyu? Oradan, buradan, gedək dərələrdən gətiririk. Ölə Sovet dönəndən biz sudan əziyyət çəkirik, açıq deyirəm sənə. Sovet dönəndən günümüz budur. Baydar kəndinin içməli su problemi illərdir mövcuddur. Kənddə 6 su kranı var, lakin bu da kənd əhalisini təmin etmir. Çünki hər gün 1 saat su buraxılır. Problemimiz çox pisdir ki, yay aylarında bizə su çatdırmır. Muğanıdan gələn su da kəndin bütün təmin eləmir. Təmin eləmir. İndi yuxarı məhəllə heç o sudan istifadə eləmir. Və hardan götürürsünüz suyu? Suyu elə buradan götürürük, buradan içməli su, bir də xramdan götürürük. Artıq bir aydır ki, Xram çayının sahilində su quyusunun inşası icra olunur. Layihə kənd dəstəyi proqramından 24 min lari ilə maliyyələşib. Qeyd olunan işləri LTD İnşa 21 həyata keçirir. İşlər bir neçə günə qurtaracaq və içməli su kəməri kəndin mərkəzi kəmərinə birləşdiriləcək. Marneuli munisipalitetinin mütəxəssisi Ömər İrişov açıqladı. Burada görülən işlər içməli su ilə əlaqədardır. İçməli su çəkirik kəndə, Baydar kəndə bizim kəndə. Hardasa bir aydır, bir ay bundan əvvəl başlanılıb, hava ilə əlaqədar biraz işi dayandırmışdılar. İndi hardasa bir 8-10 günə tam kəndə su veriləcəkdir. Marneuli munisipalitetinin xəstəlik müayinəsi və ictimai sağlamlıq mərkəzinin rəhbəri Eter Laperadzenin açıqlamasına görə infeksiyaların çoxu bərbərxanalardan və gözəllik salonlardan yayılır. Hakimiyyətin təsdiqi ilə bərbərxanaların və gözəllik salonlarının monitoringi keçiriləcək. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე ყველა Cari ilin საპარიგმახერო oktyabr ayınadək bütün bərbərxanalar və gözəllik salonları ictimai reyestrdə müəyyən kodlarla qeydiyyatdan keçməlidirlər. Biz məktubla hər kəsə müraciət etdik. Növbəti ikinci mərhələ dövlət tərəfindən təsdiqlənmiş reqlament qüvvəyə minir və daha sonra monitorinqlər başlayacaq. Marneuldə və Qızılhacılda bütünlüklə 67 gözəllik salonu və bərbərxana fəaliyyət göstərir. Biz çəkiliş qrupu olaraq onlardan bir neçəsinin təmizlik qaydalarına riayət olunub-olunmadığını çəkmək istəsək də bizə icazə vermədilər. Marneuldə fəaliyyət göstərən MyMedic estetik mərkəzinin rəhbərliyi onların iş proseslərini izləməyimizə razılıq verdi. Estetik mərkəzinin kosmetoloqu Bela Marğıya təmizlənməsi ilə də tanış etdi. Ləvazimatlar xüsusi qablara yerləşdirilərək 200 dərəcədə 40 dəqiqə təmizlənir. MyMedic estetik mərkəzində bizim hər bir müştərimiz təhlükəsizliklə təmin olunmuşdur. Çünki biz ləvazimatlarımızı hər bir iş prosesindən sonra xüsusi təmizləmə qablarına yerləşdiririk. MyMedic'in administratoru Nino Xubulavanın dediyinə görə estetik mərkəzi hər bir vətəndaşın təhlükəsizliyini təmin etməyə çalışır. Gürcüstan hakimiyyətinin təsdiqi ilə reqlament əldə etdik. MyMedic estetik mərkəzi hər bir müştərisini infeksion xəstəliklərdən qorumaq üçün səylə çalışır.